თბილისში 12 მილიონის ინვესტიციით საერთაშორისო ბრენდის ახალი სასტუმრო Holiday Inn Express თბილისი ავლაბარი გაიხსნა. სასტუმროში 122 სტანდარტული კატეგორიის ნომერია, რაც 250-მდე ადამიანის განთავსების შესაძლებლობას იძლევა. სასტუმრო საშუალო შემოსავლის მქონე სეგმენტზეა ორიენტირებული, არსებული ნომრები მორგებულია როგორც დასვენების მიზნით ჩამოსულ ტურისტებზე, ასევე საქმიან სტუმრებზე. სასტუმროში განთავსებულია მრავალფუნქციური საკონფერენციო სივრცეები, როგორც მცირე ზომის საქმიანი შეხვედრებისთვის, ასევე 100 ადამიანამდე გათვლილი ღონისძიებისთვის პროექტი ფასეული უძრავი ქონების განვითარების კომპანია სიმეტრიამ ყაზახეთიდან მოისული ინვესტიციით განახორციელა. მოგეხსენება თბილისში ძირითადად საერთაშორისო ბრენდები წარმოდგენილიანი ამ პრემიუმ სეგმენტში და არსებობს დეფიციტი კომფორტული, ხარისხიანი და ხელმისაწვდომი ფასის სასტუმროებზე. შესაბამისად, ჩვენი გადაწყვეტილებაც ამას ეფუძნებოდა, რომ ბაზარზე შემოგვეყვანა ესეთი ბრენდი, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მზარდი და პოპულარულია. მნიშვნელოვანია ის, რომ ეს პროექტი განხორციელდა პირდაპირ უცხოური ინვესტიციით, კერძოდ ყაზახური ინვესტიციით, 12 მილიონი $12 არის ამ პროექტში დახარჯული და ვფიქრობთ, რომ ეს იქნება ერთ-ერთი კიდევ სტიმული და მაგალითის მიცემი სხვა ინვესტორებისთვისაც. ბოლო წლებში ჩვენ უკვე ვაკვირდებით პირდაპირ უცხოური ინვესტიციების ზრდას და კერძოდ ყაზახეთიდან ბევრი კერძო ინვესტორი ყაზახეთიდან ძირითადად უძრავ ქონებაში, ფინანსურ სექტორში მცირე გადამამუშავებელი მიმართულებებითაც ეს არის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში უკვე შეინიშნება ინტერესის კვლევაც და უკვე განხორციელება ინვესტიციების. მნიშვნელოვანია, რომ პროექტი თავის მხრივ ქმნის ახალ ღირებულებას, ხელს უწყობს, რა თქმა უნდა, დივერსიფიკაციას, უშუალოდ ტურისტებთან მიმართებაშიც, ფაქტობრივად ყველა საფასო პოლიტიკაში მნიშვნელოვანია, რომ ვითარდება განთავსების ობიექტები და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაბალბიუჯეტიანი საერთაშორისო ქსელური ბრენდების შემოსვლა ჩვენ ქვეყანაში. დასაქმებული იქნება 50-მდე ადამიანი, რაც რა თქმა უნდა ასევე დიდი ღირებულების მომტანია ჩვენი ქალაქისთვის